გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ვიდეოთი, სადაც ვასხამთ ბოთლებში ლუდს. ბოთლები უკვე სტერილურია და ვიწყებთ ჩამოსხმას. ბოთლებში ვამატებთ შაქარს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სიროფი, რადგან დაიწყოს მეორეული ფერმენტაცია და დაიგაზოს ჩვენი ლუდის ბოთლები. მე ვუმატებ ლიტრზე 7 გრამ შაქარს. მაქვს მომზადებული სიროფი, 200 გრამი შაქარი, გავხსენი 200 მილილიტრ წყალში. ამ ხსნარის მომზადების დროს ვიღებთ 10 მილილიტრ ხსნარში 6-დან 7 გრამამდე შაქარს. ვიდეოში ნაკლებს ვუმატებ, რეალურად მეტი არის საჭირო. არსებობს კალკულატორები ონლაინ, სადაც ვნახავთ თუ რამდენი გრამი შაქარი გვჭირდება სხვადასხვა ტიპის ლუდზე. შაქრის რაოდენობა განაპირობებს თუ რამდენად გაზიანი იქნება ჩვენი ლუდი. ჩვენს უკვე გარეცხილ და სტერილურ ბოთლებში გადავანაწილებთ ჩვენს შაქარს ყველა ბოთლში და ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ ჩამოსხმას. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ მასში უკვე გამზადებულად იყიდება დექსტროზა, ფხვნილის სახითაც, ან უბრალოდ ჩვეულებრივად შაქარიც. გვაქვს ძალიან ბევრი ვარიანტები. ასევე იყენებენ თაფლსაც. კიდევ ერთხელ გავუკეთებ სტერილიზაციას იმ ადგილებს, საიდანაც ლუდი უნდა ჩამოისხას, რადგან არ მოხდეს რაიმე ბაქტერიის შეპარვა. თავდაპირველად ჭიქაში გამოვუშვი რაღაც რაოდენობა სითხის, რადგან ვფიქრობდი, რომ ლექი შეიძლება წამოსულიყო და მართალიც აღმოჩნდი. როდესაც გაიწმინდა, უკვე მზად არის ბოთლებში ჩამოსასხმელად ჩვენი ლუდი. ლუდმა რომ ნაკლები ნალექი გაიკეთოს, შეგვიძლია ზემოდან ნელ-ნელა ჩამოვყვეთ და შლანგით ჩამოვასხათ ლუდი ჩვენს ბოთლებში. ბოთლებად შეგვიძლია გამოვიყენოთ პლასმასიც, მაგრამ უნდა იყოს საკვებთან თავსებადი, რა თქმა უნდა, და თავსახური უნდა გქონდეს ძალიან გამძლე, რომ წნევას გაუძლოს კარგად. ჩამოსხმის დასრულების შემდეგ ჩვენი ბოთლები უნდა მოვათავსოთ ოთახის ტემპერატურაზე, სადღაც 2 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ 2-3 დღე შეგვიძლია გავაქციოთ კარგად მაცივარში, რადგან გაზი კარგად გადანაწილდეს მთელ ბოთლში და გემრიელად მივირთვოთ. მე ვიყენებ გრავიტაციულ ჩამომსხმელს, რაც ნიშნავს, რომ სანამ მილაკის ბოლო წერტილი არ დაედება ბოთლის ძირს, მანამდე არ წამოვა სითხე. ეს მოწყობილობა საგრძნობლად ამარტივებს ლუდის ჩამოსხმას. დღეისათვის სულ ეს იყო. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ ვიდეო. გემრიელ ლუდის ხარშვას გისურვებთ ყველას. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.